პირველ რიგში პლატფორმას გამოვიყენებ და მაყურებელს ყველას ვეუბნები. თვითმფრინავი რომ მეორე წრეზე მიდის, არაფერი საშიში ამაში არ არის. საერთოდ არაფერი ამაში საშიში არ არის. არ უნდა უფალოდმა დაგვიფაროს და ისეთი კომენტარების დაწერა და აი შიში და პანიკა ეს არ არის არანაირი. თვითმფრინავი რომ მეორე წრეზე მიდის, აი როგორ არის, ფორმასაც არ ვავსებ, რომ რამე მოხდა. ანუ სუჩვეულებრივი ამბავი არის, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ და როგორც თქვენ აღნიშნეთ, სხვათა შორის ლანდშაფტით თამაშობს გარკვეულ როლს, იმიტომ რომ ბათუმის აეროპორტი ისეთ სადაც არის, ხო, ერთი მხრიდან მთები აქვს, ხო? და ის არის, რომ მაგალითად, როდესაც მთები არაა და აეროპორტი, ასე ვთქვათ, ცარიელ სივრცეშია, საშუალება არის ორივე დასაფრენი ზოლის გამოყენება. ანუ მეორე მხრიდან აფრენა დაჯდომა შეგვიძლია. ბათუმში ამის საშუალება არ არის და მაგიტომ, როდესაც ქარი არის ზღვის მხრიდან, ჩვენ ვერ ვცვლით გასაგები. დაფრენის ველს და მაგიტომ არის, რომ თუ ქარი არის და პილოტი არ არის დარწმუნებული, რომ უსაფრთხოებას დაიცავს ბოლომდე, თავისთავად გადაწყვეტილებას იღებს, რომ არ დაჯდეს. და ეს ისე კიდევ ვამბობ, რომ ამაში საშიში აფერი არ არის, პილოტ პირიქით კარგია, რომ მეორე წრეზე წავიდა.